სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვა ბათუმის დროებითი წინასწარი მოთავსების იზოლატორი ლუკა კურტანიძის ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა, სადაც კურტანიძეს ბრალი უკვე წარუდგინეს. საქართველოს პროკურატურამ მას დაუმძიმა ბრალი 3 მუხლით ედავებიან. თუკი მანამდე იყო ის, რომ მას მხოლოდ დამცავი ორდერის, შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავებოდნენ, ახლა უკვე მას ბრალი ოფიციალურად ედება მეუყოფილი მეუღლის ცემაში და ასევე მისი ნივთის დაზიანებაში. ადვოკატი ამბობს, რომ არ აღიარებს ამ დრომდე ლუკა კურტანიძე ბრალს და უფრო მეტით ის ამ ყველაფერს აბრალებს ნაციონალურ მოძრაობას და კონკრეტულ ბიზნესმენებს, როგორც ადვოკატმა თქვა, ამ ყველაფერზე მოგვიანებით ისაუბრებენ, თუმცა კურტანიძის პოზიცია არის ის, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს, მიუხედავად იმ კადრებისა, რომელიც რამდენიმე დღეა მთელმა საქართველომ იხილა და პირდაპირ ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან ნაციონალური მოძრაობა და კონკრეტული ბიზნესმენები დგანან. ბრალდებულს პროკურატურა ედავება 3 მუხლით, ეს არის 126-ის პირველი ოჯახის ერთი წევრის მხრიდან მეორე წევრზე ძალადობა, ნივთი 197 ნივთის დაზიანება და 391 შემაკავებელი ორდენის გათვალისწინებული პირობების დარღვევას. არ ვეთანხმებით ბრალს. ვიმუშავეთ იმისთვის, რომ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩეს. ან წინამდე შემთხვევაში ზადავართ გირავ გადავიხადოთ და იმედი გვაქვს პროკურატურის მხრიდანაც, რომ შუამდგომლობა დაყენებული იქნება არა პატიმრობა, არამედ გირავი. და ჩვენ ბოლომდე მიგვაჩნია, რომ კურტანიძე არის ძალიან დიდი პროვოკაციის მწყობელი ძალების მხრიდან ქვეყანაში, რომლებიც ცდილობენ დესტაბილიზაციას და რაღაც არეულობის შემოტანას საზოგადოებაში. ნაციონალური მოძრაობა მხედველობაში და იჯგუფი, რომელიც დგანან საზოგადოებაში და ქვეყანაში რაღაც არეულობისა და რაღაც გადატრალებების მოწყობის. ჩვენ ახლა ნაციონალები და კიდე რომელი ბიზნესმენები რო ვიცოდეთ. ჩვენ ახლა ამას ბიზნესმენები, რომლებიც ასოცირებულები არიან ოპოზიციურ პარტიებთან. საქართველოს პროკურატურა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ის ითხოვს ელდარ კურტანიძის პატიმრობას. ადვოკატი კი ამბობს, რომ ისინი ეცდებიან ისე მოაგვარონ ეგ საკითხი, რომ პატიმრობა არ მოითხოვოს პროკურატურამ, თუმცა თუ ამაზე ვერ დაითანხმებენ უწყებას, მაშინ დაახლოებით 30-დან 40,000 ლარამდე გირაოს შესთავაზებენ. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ამ ეტაპზე უცნობია დაზუსტებით, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. ადვოკატის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლო ელდარ კურტანიძის აღკვეთ ღონისძიებაზე დღეს საღამოს ან ხვალ დღის პირველ ნახევარში იმსჯელებს.